გავიზარდე მოსაშვილის ქუჩა ვაკის პარკთან. მან დაიბადე? ხო, დავიბადე, ფალიაშვილზე გქონა სახლი ჩვენ, რა მამა ჩემს. მე ბაბუა ჩემი რო გამოვიდა იმიდან, გადასახლებები და ციხიდან რო გამოვიდა. გქონდა ფსორიაზი დაემართა და ახსოვს შენ იგი? კი, როგორ არ მახსოვს, პატარა ვიყავი მე ძალიან. ის სახლი გაყიდეს ფალიაშვილს. ეგეც ვაკის პარკთან იყო რა, მე ჭიჭყინების და იმათ სახლი რვაში და ეგ იყო. ბოლოს კი რა. ხო და ეგ სადღაც 60-იან წლებში გაყიდეს, 64-ში დავიბადე მე და საზღვარგარეთ წავიდნენ ჩემები და 2 წელი რეალურად ბაბუა ბებიასთან ვიყავით რა 2 წელი. მშობლები? ხო, მშობლები 2 წელი ეგვიპტეში მუშაობდნენ, სუეცის არხზე თარგმნელები ჭირდებოდათ, რაღაცა მოკლედ ესე წავიდნენ და ვიზდებოდი ვაკის პარკთანვე იყო საბავშვო ბაღი, გოგი კვერნაძე, ჩუკი ამირეჯიბი, რა ვიცი, სულ შენი ბაკალენია ეგენი? კი, გრეჩიხები, სულ ყველა ჩემი ჯგუფელები იყვნენ, ერთ ჯგუფში ვიყავ. რუსიკო რიგვავა, რა ვიცი, თუ კი ნორმალური აი რაიკომის ძიმნების შვილები და ეხლა ვაკის პარკშივე იყო, წარმოიდგინე ეს საბავშვო ბაღი და ხო, იყო ესეთი ნუ ჭაბუას შვილი, იმის შვილი, კვერნაძის შვილი და ცნობილი ხალხის შვილები სულ ყველა რაღაცა ბაღში ვიზდებოდით. ნუ ესეთი რაღაცა ბედნიერი ბავშვობა მახსოვს, ყველა უყვარდა. უფროსი უმცროსი ვიცოდით, ვერ დაგვასწრებდნენ, თუ მძიმე მიქონდა მოხუც დავინახავდით, შევეშველებოდით და ავატანინებდით კიბეზე და ალბათ ცოცხალი რო ვარ, მაგათი ლოცვითა ვარ, რომ ისინი რომ დამლოცავდნენ, რომ შვილო გაიზარდე და გიო, ეგ ჩვეულებრივი ამე იყო, ხო? ჩვეულებრივი. არაფერი არ იყო. გერმანიაში მოხუცქალს რო ხელი მოვკიდეს შეცბა ჩანთაზე რა, ვერადიოდა რა კიბეზე და მე მეუთხარი მოგეხმარებით და დამშვიდა. ესე იგი იქ ეგონა რომ ჩანთას ვართმევ, გაიგე და ჩვენთან ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი რომ ქალბატონ მოგეხმარებით და სახლთან აგატანინებ და პირიქით მოვალეობაც იყო რომ მოხუცისთვის რაღაცა პატივი გეც. იცი რა გამახსენდა გიო ეგ რო თქვი, აი ხა ჩვენთან უბანში შენ კი იცი ფიქრის გვერდზე ცხოვრობდა. აი ეს ეხლაც გასაკვირი არ არის. არ არის, ხო და ანუ ველუბნებში არ არის და იქ სადაც იტალიური აზოებია. ხო რა კაია. ეხლა რა მახსოვს ფალიაშვილის ქუჩაზე რომ გავდიოდი, ყოველი მეორე ფანჯრიდან ისმოდა სიმღერა და ხარხარი, ხალხის სიცილი. ანუ ხალხი იყო ბედნიერი. დღეს რაც ადამიანის სიცილს რო გავიგონებ, ნოსტალგია, მაგრამ ადიცინია რა, მიხარია რომ ადამიანი იცინი. ნამდვილი სიცილი? ხო, რო იცინი. მეც ეგ ვთქვი რა, ნამდვილი სიცილი. ესე იგი, ვიზდებოდი კომპოზიტორთა მოსაშვილზე იყო კომპოზიტორთა სახლი, რეზო ლაღიძე იყო ბაბუაჩემის ძმაკაცი, გოგი კვერნაძე, ჩემი ძმაკაცი საბავშვო ბაღიდან და ბიძინა და ბაბუაჩემი ძმაკაცობდნენ და სულ იყო კეიფი, ნადირობდნენ, თევზაობდნენ, მეტი რა საქმე ჰქონდა. გადაობდნენ. ისე ვიცინოდით ხოლმე, ეხლაც მახსოვს, რომ ცრემლები რომ მოგდის და მუცელი რო გტკივა ბავშვს და ხო, ის საოცარი. კვერნაძე იყო საოცარი ადამიანი ბიზნესი. სკოლა? საწახვედი. სკოლა ჯერ 54-ში იქვე რა, მოსაშვილი, ფალიაშვილი. ჩუკია იყო გვერდზე რუსული სკოლა, პირველი გახანგრძლივებული თუ რაღაცა იყო და მოკლედ ორი სკოლა იყო, რუსული და ქართული, ეს კუთხეში, ფალიაშვილის და ბერძენიშვილის და მან მიმიყვანეს ჩემი დის კლასში დამსვეს, წლინახევრით უფროსი მყავს და ჩემი და რო შევიდა, მე 5 წლის მიმაყოლეს რა, ესე გამოვიდა. მოხდი კუცო მიქელაძე, ზურა ჩენჩილაკაშვილი, ეს ჩემი მეგობრება დარჩნენ მთელი ცხოვრება. რატი ერაძე, მე რატი და მე რატი ამხელა რაღაც. ხო, რატი დაგვშალეს ჩვენ რა. რატი 64-იანია? სამიანია. მე სამიანებში დამსვეს და რატი და მე დაგვშალეს რეალურად. მაშინ იყო კლასები, რომ აი ცელკი ბავშვები რომ რაღაცა ის გადაიყვანეს, ვერაზე გადავიდნენ, სახლი მიიღეს და აი ხა სადაც ხო, ყაზბეგზე და მანამდე კავსაძეზე ცხოვრობდნენ. და დედაჩემი მუშაობდა პასტერზე, პლეხანოზე და პირველი რკინიგზელთა იყო, იქ გადამიყვანეს. სკოლაში? სკოლაში. ხო, მე-4 კლასამდე ესე, მე-2-დან დაგვშალეს, მე მე-4-დან იქიდანაც წამოვედი, გადმოვედი 55-ში. იქ ერთ წელიწადში გამომაგდეს, დავბრუნდი 54-ში და მოკლედ მე მოვიარე. რომელი დაამთავრე?
დავამთავრე ის სკოლა დაიწყებოდა 13 წელი ვისწავლე. მე აკადემიური ამიღეს მე-4 კლასში. ხო ვერაზე რო იყო სატიო სუბა. შენც ეგ დაამთავრე, მეც ეგ დავამთავრე. საღამოს სკოლა. ყველა გარიცხული ბავშვი. დაიწვა ხო. ბოლო, არა ეხლა არის ეგ. ეხლა სკოლა კი არა, იცი სადა? ვარაზი რო იყო. სასტუმრო ფილარმონიასთან. ხო? მან თქო ვარაზი ჩადგეს სასტუმრო გასოს კუთხეში. სატიო სუბანს რო ეძახდა. იმის პირდაპირ აღმართიადის. არა, ის სხვა არის. არა, ზედვე ხის სკოლა. ჯორდანიას ინსტიტუტის გვერდზე ხის სკოლა. ახსოვს, მე გარდავით. მივედი ვიღაცა ბასკეტბოლისტების სკოლა არის. ხო, ადრე ხო და დღისით იყო სომხური ღამე იყო ესა რა, ღამის სკოლა. ეგ სკოლა? ხო. რომ მივედი, იყვნენ როგორი სკოლა იყო, იცი, ციხეში თუ ვინმე 8 წლები ვერ დაამთავრა და მე გამოვიდა, ტაქსის შოფრები, კულინარები, კაცები სწავლობდნენ, წვერებიანი. მივედი, იყო სემენოკელი ბაყაყა ეგეთი რა, მაგარი პერსონაჟი იყო. ჯარში მიყავდათ და სკოლიდან მოუწია, იმხელა იყო სკოლაში ტრამვაი. აი, გაჭირდი. რომ დამინახა აუ გიორგ ვერელი ძლივს გრახე და ჩამაბარეს მოკლედ ეს მოხუცები კაცები ვიღაც 40 წლის სკოლის ჩაბარება იყო მაშინ რომ შენ მიხედე ძმაო ეხა ამუბნელი ხარ ხო ეს ხო და ნუ ეს სკოლას ჩამაბარეს დავამთავრე და ბედნიერება მოხდა ის რომ რაღაცა მაშინ იყო ეს კურდული გარჩევები ისინი და რაღაცა ის მოყევი ხა ვერ გამიძვრები ის შენი საოცარი ჯანი და შენი მუშტი ეს ჭუბები მიწევდა იმიტომ რომ მეგონი ფამილიარობაში არავინ არ ჩამიგდო სუ იყო რა გიორგა მაგრა ჭუბობდა აი რელიგიური ოჯახიდან ვიყავი რა ბებია ჩემის დედა იყო ნაძეჟდა იყო ეგეთი ქალბატონი არისტოკრატი რაღაც აქსოლაკში რომ ყველაფერი წაგვართვეს სახლები ისინი კომუნისტებმა რა თქმა უნდა მაგრამ ეს ქალი იყო კალისტრატე ცინცაძის მარჯვენა ხელი რა აქ მაშინ ქაშვეთში იყო კალისტრატე მანდვე ცხოვრობდა აი მუზეუმი როა უკან მან და რეზიდენცია მანდ იყო სად იყო საპატრიარქო მეტი არ იყო და ქაშვეთში იყო ცენტრი ესე და იქ მოღვაწეობდა ნუ საგალობლებს ყველაფერს ის ხალი უწერ შვილი უყვარდა კალისტრატეს ნუ პატარა იყო და შედარებით რა ეხლა მე კიდე ჩემთვის დიდი ბებია იყო უკვე ხოცი იყო და ისე და ამ ქალმა გამზარდა აქ მომნათლეს და წმინდა გიორგის ხაზზე გავჩდი ვაფშე ჩემები საზღვარგარეთ რომ მიდიოდნენ რეალურად ორი ბავშვით არ უშვებდნენ ჩემი და უკვე გაჩენილი ყავდათ და ნუ მეორე ბავშვი არ უნდათ წავით რა და ისე მოხდა რომ დედა ჩემს იფიქრა რომ მოვიშორებ და იქ დედა ჩემის ბებია ჩემის დაქალი და ხვდა მოკლედ ექიმი და უთხრა რომ შანსი არ არისო არ მოგაშორებინა მოვიდა და ქაშვეთში ილოცა და ნუ ასე წმინდა გიორგს გისთხოვა რომ ბიჭი გამიჩინე და გიორგის დაავარქე და დამარქოს გიორგი ვაი რა მაგარი ისტორია ამ დიდმა ბებიამ ხილვანა ხამე რომ გავჩდი რაღაცა ცაში ღრუბლები და ვინახე წმინდა გიორგი ჩემდეი და ნაძეჟდა ამ კაც ქონდა სხვა შორის ხილვები ანგელოზი გამომიც წინასწარ იცოდა რაღაცები რომ უნდა მოგეყოლა გეუბნებოდა რომ ვიცი და ხო და ისეთი საოცარი ხალი იყო სიდნენ ამ წმინდა გიორგის ლეგენდაზე რა ანუ დაჩაგრული გოგო უნდა დაიცვა რომ იქ გველეშაპი წყალი რაღაცა ის ამბზოლი და ეს ბავშვობა მთელი ბავშვობა ამაზე ამიტომ ვერ ვიტანდი რომ სულს ვიღაცა რომ დაჩაგრავდა პირდაპირ ეუბნებოდი რომ რატო დაჩაგრე და ეგრევე მივოდი იმაში რა ჭუბში და ანუ აი ქუჩის ბიჭი იყავი ერთი პერიოდი არა რადგან ვიცი აი შენი ვაჟკაცობით მე ესე მახსოვს რა არასოდეს ესე და იაზვაძველი ბიჭი არ ყოფილიყარ სუ შენი სიმართლე ესე დაჩაგრულის დაცვით რა ეხა ჩემ გამო სუ შეიძლება აჯერ ვარ ნაჭუბარი სუ ვიღაცის გამო და სუ ვიღაცა დაჩაგრულის და მივედი თეატრალური ნუ მამა ჩემიც მაინც ქუჩის ბიჭი იყო ასამურა ლადო კოკიაშვილი ერთ საძმა კაცო იყვნენ ხო ძალიან სერიოზული მამაც იქნებდა მაგრამ კი რიჟა ვაკელის ასწავლული ყველა პატივს და ისეთი მაგარი მოჭუარი კაცი იყო და ხო არ ვიცი და მზდიდა ყველა სპორტზე მატარა კრივი წანვარჯიში წყალბურთი თუ კი რამე იყო ცხენი ფარიკაობა სროლა მასწავლა ის ნუ ეს მაზდა ხო აი სპარტანელივის მზდიდა რა და ცოტა თეატრალური არ გაუწდა და თეატრალური როგორ იყო იცი მაშინ ხო იცი რა პაგალენია ძალიან აცვენელი ვიყავი რა ეს პერიოდი იყო და ძალგე უფროსი ქურდები დამზერნე ქურდი გახდი რაღაცა ის გახდი ეს გახდი ხო ხდები ავტორიტეტი ეხლა რაც მეტ ძველბის გალახავდი მეტი ავტორიტეტი
გეძინებოდა, ესე ხდებოდა და ესე იყო. რაც იყო უნდა მოუყვეთ რა. და ეგრე იყო და ნუ ავტორიტეტი რახან მქონდა, ყველა ამ ქუჩისკენ მეკაჩებოდა. მოხვდი პატიმარკასთან რა, მოხუცთან, რომელსაც 45 წელი მოუწია პოლიტიკური მიცეს რაღაცა იქ ბავშვობიდან იჯდა და რომ გამოვიდა იმ კაცმა მითხრა რომ დედა ყავს, შვილო, მამა ყავს, მე მამა არ მყავდა, ესე უბედურად გავიზარდე ომის დროს და ნუ გააუბედურებო ციხის კარებთან უნდა აყენებო რა. ეხა გაქო შანსიო რომ რესკად მოტრიალდე და რაღაც ისეთი გააკეთო რომ კაი ურჩევია. ქუჩიდან წამოხვიდეო რა, შენ ისეთი კაცი ხარ რომ იქაც ვერ აიტან უსამართლობას და დაიმატებ, იქო თუ კუდი არ გადააბი ციხიდან ვინ გამოგიშვებსო და იქნებიო მთელ ჩემსავით სანამ არ დალპები და მოუყოლია შენი. ხო რა მომიყვა რაც დაინახა რა, ეხლა ისინი ხო ის სიგარეტს რა უნდა მითხრა შვილო სიგარეტს რო ეწევა კაცი ვიცი ვინ არისო რა, დაგვირვების მეტი არაფერი არ მიგეთებიო. აი ესე ხო და 45 წელი ხა წარმოიდგინე მთელი ცხოვრებაა რა, 65-ის იყო და გამოაგდეს და მოკვდებოდა უკვე რა და მოდი თეატრალური ლეგენდა, აი მაგითო მოხდა ეს თეატრალური რა. ნიჭის ჰქონდა ხო რა, ნიჭი მქონდა ხო და იქ რაღაცა როსტომ ლორთქიფანიძემ გადამიღო, ბანდუ უნდა გადაიღო თქეშელავა და ბანდუ ასაკით პატარა აღმოჩნდა და დამიძახეს მე და ესე შემთხვევით რა ფილმში? ახალი წელი როსტომ ლორთქიფანიძის სადიპლომო ფილმი იყო, კირა ანდრონიკაშვილი თამაშობდა, ნანა ჩიქვინიძე კირა დეიდაჩებს თამაშობდა, ნანა დედას და იქ რაღაცა ნინო გალანდაძე იყო პატარა, ეასნია შემიყვარდა, იმასაც მოვეწონე რაღაცა მთელი ურთიერთობა და რატომღაც გადავწყვიტე რომ ესე რესკად წერდი თან მე მაშინ უკვე ბავშვობიდან წერდი, ხატავდი, დიპლომები მქონდა, ის მქონდა რაღაცაირად ფიქრობდნენ რომ სამხატვრო აკადემიაში რახან ხატავდი, უნდა ჩამებარებინა, მაგრამ აი ეს მახსოვდა რომ აკადემია და ხო, ჩავაბარე, იცი როგორ იყო, მანამდე იყო ერთწლიანი მოსამზადებელი. შევედი ტექნიკუმში სწავლობდი, ნიკოლაძის სკოლა იყო სამხატვრო, რატი იქ გავიცანი მე ხელმეორედ ერთად ჩავაბარეთ პირველი კლასიდან რომ დავშალეს, მე მანდისევ ერთ სკოლაში ვიარეთ ხატვაზე და ეს მაგაცობა გავაგზელეთ და აი ესე რაღაცნაირად ხატვა იმან ხელოვნებამ და პლუს რომ წერდი ზღაპრებს წერდი და მე გოგი კვერნაძეს ქონა კლინიკური სიკვდილი და ნახა იმ ტუნელებში გასვლა და მკვდრები და ესა და ამან იმ ხელაში დაბეჭდილება მოახდინა რომ რაღაცნაირად მომინდა კინოში ეს რაღაცა მისტიკა შემეტანა, ნუ ქართულ კინოშიდან არ იყო ეს მისტიური მიმართულება, ხო? არ ვიქნები მართალი რომ შენ მსახიობობაზე არ ვთქვა რა, იმიტომ რომ ძალიან ამიჭერი ხარ რა და ის საოცარი ფილმი როა რა, ორ მაგის სახე ხო. მაგარად თამაშობ რა მართლა ი რაღაცა. ხო ეს კინო რაღაცა ავტორსკი კინოსავით გამოვიდა, იმიტომ რომ რეალურად ლევან მამისრაო შენს მეტიო ამას ვერავი ვერ ითამაშებს და რეალურად არ ვაპირებდი მსახიობობას, ვაპირებდი რეჟისორობას. მოხდა ისე რომ აი რეჟისორს ხო დაამთავრე? ხო, რა თქმა უნდა, ორივე დაამთავრე და 8 წელი ვისწავლე კიდე თეატრალურში. 4 წელი. 4 წელი ეს იყო და რახან 5 წლიანი იყო და სამსახიობო გავლილი მქონდა, კიდე 4 წელი გამოტარეს და და რომელ წელს მორჩი? 80 სადღაც 16-ში მორჩი მთლიანად, 86-ში მორჩი სამსახიობოს. მე მახსოვს ხარ თეატრალური ინსტიტუტიდან. ხო. აქაც ნუ ეხა ჭუბები თეატრალური ინსტიტუტში სამი პროექტორი მოხსნეს, ხო, ვიღაცები შემოდიოდნენ ეს თეატრალური ყველა ეგონათ პიჟონები, ხო, თვალები ისა და სულ იყო ჭუბი და ვინ იყო გიო ვიღაცა და გამოვარდი დაწყეთ. და მაგარი ბუფეტი იყო გახსოვს? ბუფეტი იყო, მაგიდეს ვანგრევდით იმას მთელი ამბავი და მაგარი წლები. ნუ ეთერი არ მრიცხავდა, კიდე კაი ესე შემინახა რომ იცოდნენ რომ მე რომ ინსტიტუტიდან გავერიცხე ისევ ქუჩა და ავირეოდით და დავიღუპებოდი რა და არა და იმ საქმეშიც მაგარი იყავი ხო სამსახიობო. ხო, და ვინ იყვნენ შენი ჯგუფელები? ზაზა პაპუაშვილი, ვინცეხა, ბაჩო, ჩხეიძე. მაგარი მსახიობია ზაზა. ხო, ზაზა მაგარი. ზაზა თეატრალური მსახიობი და წავიდა თეატრში, ხო. აი ესე თეატრალური და მრიცხავდნენ ასევე ჭუბების გამო ისა რაღაცნაირად ეს მამან ყველაფერმა გადაიარა, დამამთავრებინეს ერთხელ. მე ეთერი გუგუშვილის დროს ვაპირებდი სარეჟისოროზე დაჯდომას და გეხვეწები 2 წელი ვიქნებიო, მე მივდივარო. ხო და გიზო მოვაო რა და გიზო გაგიძლებსო ისო შენდაირი ქუჩა გაბული მე ვეღარ გაგიძლებო, აღარ შემილია და
აი ესე მოდი დამამთავრებინეს. გიზო გავიხსენოთ. ხო და თან მესროლეს ხო ბარამიძე მესროლამ საკურსო სპექტაკლზე თამაშობდი ტრამვაი ჟილანია ის მალომრანდო და ის რო თამაშობენ ეგ დადგეს სპექტაკლია ეგ ხო პიესაა და მე კინოდ გაკეთდა ბრანდო და ეს ვივიენ ლის სასწაული კინო მაგას თამაშობდი და თეატრალური ხო გვერდზე მან რო ამთავრებდი სპექტაკლს გავდი და სადიპლომო სპექტაკლი იყო და მოწვევა ხალხი და ეს ხალხი მოწვეული უკვე და იმ ღამეს დილით სპექტაკლი უნდა მივიდე მეორე საღამოს სპექტაკლია და მესროლეს 3 თვია და ვეღარ დიპლომის სახში მომიტანეს აღარ შეწუხდე აღარ მოხვიდე ხო და ესე დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და გიზოსთან რომ მივედი და მეუთხარე სარეჟისორო მინდა იქ თავიდან მინდოდა და არ იყო მიღება სამსახიობოზე დავჯექი მეთქი ასე ხო და Ja, მოხვედი ისევ ნაჯახი უნდა ჩაარტყა ვინმეს. ახსოვდა იცი ბავშვობაში რომ ნაჯახი ჩამარტყეს და ნაჯახი უნდა ჩაარტყა ხო? მეთქი რა ნაჯახი კინო მინდა ხო გიზო სასწაული.